სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ბატონ გიორგი მარგველაშვილს. თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. მივესალმები ყველა ქართველს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენ მრავალეროვან სახელმწიფოს და იმათ, ვის დღეს საქართველოში არ არიან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ საზღვარგარეთ. მივესალმები საქართველოს პატრიარქს, მივესალმები პრემიერ-მინისტრს და მის მეუღლეს, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, ჩვენს ჯარს, დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენს მოკავშირეებს, ვის დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობენ ამ დღეს. ნოე ჟორდანია, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე, ამბობდა, შეხვდით 26 მაისს და თქვენ დაინახავთ რა ძალა აქვს თავისუფლებას. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდი ამბობდა, რომ თავისუფლებას ვერავის ვერ წაართმევ. და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს 91 წელში. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს 1918 წლის 26 მაისს. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მრავალ საუკუნოვანი ისტორიის კიდევ ერთ გამარჯვებას. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს მაშინ, როდესაც გუჯიერისთავმა და ფარნავაზმა გადაწყვიტეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც ბაგრატ მესამემ გააერთიანა საქართველო. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა. ჩვენ ვზეიმობთ იმ დღეს, როდესაც გიორგი ბწყინვალემ კიდევ ერთხელ გააერთიანა საქართველო. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს იმ ჩვენ დიდ მამულიშვილებთან ერთად, რომელთაც მთავარი ღირებულება ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე შესწირეს ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევას. ამიტომ ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოს გრძელ ისტორიაში, რომელიც სიამაყით გვავსებს ჩვენ დღეს. ჩვენ ქეთს ვიხრით იმ მამულიშვილების წინაშე, ვინც თავისი სიცოცხლით, თავისი მუშაობით, თავისი შემოქმედებით განხადა შესაძლებელი დღევანდელი თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველო. ამ დღისთვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღვწოდა. ჩვენ დღეს მადლობელი ვართ მათი. ამავე დროს ჩვენ ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებებს. იმიტომ რომ დღეს აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავალიც ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებებს მოესწრებიან ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, გამთლიანებას, კიდევ უფრო გაერთიანებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს.